დღეს შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეა თარიღს საქართველოში უკვე მე-18 აღნიშნავენ. შავი ზღვის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე მსჯელობას დაეთმო საერთაშორისო კონფერენციის მეორე დღე ბათუმში. 30-მდე დელეგატი ზღვის წყლის ხარისხის დაბინძურების კერებისა და მაჩვენებლის გაუმჯობესების საკითხს განიხილავდა. შავი ზღვის დაცვის მნიშვნელობაზე ზღვის წყლის ხარისხთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებზე შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმსჯელეს. ექსპერტები ზღვის მთავარ დამაბინძურებლად ზღვაში ჩამდინარე წყლებს ასახელებენ. გაიზარდა კომუნალური წყლების ჩადინება, დაბინძურებული წყლების ჩადინება, რომელიც აუცილებლად თხოვლობს გაუმჯობესებას. ლაბორატორიული სინჯების ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ახალი რეგულაციების შემოღება საკანონმდებლო დონეზე. უმთავრესი რაც შავი ზღვის წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად უნდა გაკეთდეს, მდინარეების ირგვლივი მიწების მართვა, დაბინძურების მიზეზების კვლევა, მკაცრი რეგულაციები და შავი ზღვის აუზის ქვეყნების კოორდინირებული მუშაობაა. ველური ბუნების დაცვის საზოგადოება ჭაობის წარმომადგენელი ზღვის დაცვის პრობლემას კლიმატთან, ეკოლოგიასთან და გარემოსთან ერთობლივ კონტექსტში განიხილავს. იზო მაჭუტაძე ზღვის წყლის ხარისხის შესანარჩუნებლად ყურადღებას ნარჩენების მართვაზე ამახვილებს. პირველი და უდიდესი დამაბინძურებელი დღეს შავი ზღვისა ეს გახლავთ ნარჩენების მართვა, იმიტომ რომ არსებობს ნარჩენების მენეჯმენტი ქვეყანაში. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების თქმით, ზღვის წყლის ხარისხის დაცვის მიზნით შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნებთან ერთად დაგეგმილია ერთობლივი ქიმიური და ბიოლოგიური კვლევები. არსებობს ევროკავშირის ზღვის ჩარჩო სტრატეგია, დირექტივა და ასევე წყლის დირექტივა ევროკავშირის, რომელთანაც შესაბამისობაში მოყვავს ახლა ჩვენი მონიტორინგის პროგრამა. ამ პროექტის ფარგლებში მომავალ წლიდან დაგეგმილია უკვე აი ამ მეთოდოლოგიის შესაბამისად ერთობლივი კვლევები. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აქცენტს ბიოლოგიურ გამწმედ ნაგებობათა სიმცირეზე ამახვილებს. გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, ამ მიმართულებით მათ შორის საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიზნით მუშაობა დაწყებულია. ბიოლოგიურ გამწვადი ნაგებობის მშენებლობა არის გადამწყვეტი საქართველოსთვის. ჩვენ ძალიან ცოტა გვაქვს ამგვარი ნაგებობა. ქვეყანაში შეიძლება 10-15 უხეშად გქონდეს ამგვარი ნაგებობა, არა და ევროპული კანონმდებლობით ნებისმიერ სასტუმროს განსაკუთრებით მთიან საკურორტო ზონაში განსაკუთრებით ზღვის პირეთში უნდა გქონდეს ბიოლოგიური გამწვენდი ნაგებობა. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება ჩვენ დაგვეხმარება ბევრი პრობლემის მოგვარებაში. 31 ოქტომბერს შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველოს მე-18 აღნიშნავს და მის მიზანს ზღვის როლისა და მისი უსაფრთხოების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.